პროექტმა, რომლის თანახმადაც საქართველომ აგრესიული ფინანსური პოლიცია უნდა განაახლოს, ზოგიერთ ქართველ ეკონომის წითელი დრო შეაწევინა. რადგან მათი აზრით დაგეგმილი რესტრუქტურიზაცია საქართველოს მთავრობის ლიბერტარიანულ ეკონომიკურ თვალსაჩინოს ეწინააღმდეგება. საგადასახადო პოლიციის იმიჯი ჯერ კიდევ განისაზღვრება იმ ხისტი ტაქტიკით, რომელსაც სააგენტო 2004-2006 წლებში იყენებდა. მაშინ იმ ადამიანთა ბინებსა თუ კერძო ოფისებში, ვინც გადასახადის გადამალვაში იყო ეჭვმიტანილი, კბილებამდე შეიარაღებული ნიღბიანი ოფიცრების შეჭრა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. საგადასახადო პოლიციის ქცევამ საქართველოს მეწარმეთა კლასი გააუცხოვა და ბიზნესის ზოგიერთმა ლიდერმა ისიც კი განაცხადა, რომ მთავრობა სააგენტოს პოლიტიკურ ოპონენტთა წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებად იყენებდა. 2007 წელს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფინანსური პოლიცია საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებთან გააერთიანა, რათა მთავრობასა და ბიზნეს საზოგადოებას შორის ურთიერთობების დეკრიმინალიზაცია განეხორციელებინა და იმ შეშფოთებისათვის გაეცა პასუხი, რომელიც სატელევიზიო დაჭერებს უკავშირდებოდა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული საგადასახადო კოდექსის თანახმად ფინანსურ პოლიციას საგამოძიებო სამსახური ეწოდება და ის კვლავ დამოუკიდებლად ოპერირებს. სააგენტო ფინანსთა სამინისტროსთან იქნება ანგარიშვალდებული, მაგრამ მის ხელმძღვანელს პრეზიდენტი დანიშნავს. როგორც მოსალოდნელია, 23 ნოემბერს პარლამენტი რეფორმის გეგმისთვის კენჭისყრის თარიღს დაადგენს. გეგმის დეტალები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს დანიშნავს, ზოგიერთ ადგილობრივ ანალიტიკოსს იმის რწმენა გაუჩინა, რომ სააგენტოს ფართო უფლებები ექნება. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ანიკა თამაძე ამტკიცებს, რომ უფრო ძლიერი საფინანსო პოლიცია არ არის საუკეთესო გზა საგადასახადო შემოსავლების მოსაგვარებლად. ფინანსური პოლიციის საქმიანობა არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთი პიროვნების გადაწყვეტილებაზე. არ აქვს მნიშვნელობა, ეს პრეზიდენტი იქნება პრემიერ-მინისტრი თუ პარლამენტის თავმჯდომარე, ამტკიცებს ქათამაძე.